თქვენ ითხოვდით გვარამიას სიაში ადგილს მართლა მთავარი სანაცვლოდ კი არა იმიტომ რომ თქვენი ოჯახის მთავარი ახლა მე მოგახსენებთ მთავარი არაფერ შუაში არ არის 4 ნომერთან ისე რომ მთავარი სანაცვლოდ მე არაფერს არ ვითხოვდი მას შემდეგ რაც ეს 4 ნომერი პარტია რომლის საპარლამენტო პარტია რომ გახდა ამაში ჩემი წვლილი იყო ძალიან დიდი ჯერ კიდევ 20-ში როცა ეს პარტია გახდა საპარლამენტო პარტია ამას ახალ მოუყვები რამდენად დიდი ბენეფიტია საპარლამენტო პარტია ჩვეულებრივ არასაპარლამენტო პარტიასთან შედარებით ეს პოლიტიკოსებმა და ყველაფერი გასაგებია არჩევნების მსიების საარჩევნო კომისიამ როგორ უნდა შეამოწმოს და რამდენი გჭირდება და ასე შემდეგ და როდესაც მოხდა ისე რომ ეს 4 ნომერი ნიკა მელიასთან ურთიერთობაში გადავიდა მერე მოხდა ნიკა მელიას შემდგომ მოხდა ნიკა გვარამიასთან დაკავშირება თქვენ იღებით მონაწილეობას პირადად არა მე არ ვიღებდი მონაწილეობას მაგრამ საქმის კურსში ვიყავი ნიკა მელიას მიმართ არ ქონდა არავითარი პრობლემა როდესაც გვარამიაზე მიდგა საქმე რომ ისინი უნდა გაერთიანებულიყვნენ ახლა მართალი გითხრათ დიდი სიამოვნე ვერ ვიგრძენი მაგრამ ახლა ეს უკვე პოლიტიკური საკითხი იყო მაგრამ მიმაჩნდა რომ ახლა ეს მათი პირადი საქმე იყო და სხვა მხრივ 4 ნომერში ესეთი ბუნებრივი მონაწილე უნდა ყოფილიყავი და ასეც როდესაც უკვე მოვიდა ამისი დრო ნიკა მელიას უთხარი ალბათ მე უნდა ვიყო მეთქი რა თქმა უნდა ახლა მას დიდი წერამდეგობა ამაზე აბსოლუტურად არ გაუწევია არანაირი მაგრამ რადგან თანათავმჯდომარეები ვართო იქნებაო გვარამიასაც უთხრაო კი ბატონო მე ვთხარი ახლა თუ ახლა თქმაზეა ლაპარაკი საუბარი ახლა არ დავიწყებ ახლა რომ მე არ ვეტყვი და შენ უთხარი და რაღაცა და კი ბატონო მოკლედ დავამთავრებ და ხარი მასაც რომ ალბათ ჩვენ უნდა ვიყოთ თქვენზე იყო საუბარი ჩემზე და როსტომზე იყო საუბარი როსტომთან დიდი მოკითხვები დამაბარა ბატონმა გვარამიამ და დანარჩენი მითხრა რომ ვიფიქრებო ვიფიქრებ ახლა პასუხი უნდა მოვისმინო და პასუხი რადგან ვერ მოვისმინე მისგან დადებითი ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა იმიტომ რომ თუ არ გინდა კი ბატონო კარგად იყავი ქართლში ამბობენ ხოლმე ასე კარს არავის აუტალახებსო გინდა აგერ ვარ არ გინდა შეგვიძლია იყავი ისე რომ ამით დამთავრდა ახლა მე ასე წვრილად რატომ მოვყევი ეს ამბავი იმიტომ რომ აი ეს ფრაზა აი მოითხოვა არაფერი არ მოითხოვე მე ვთქვი იქიდან მივიღე თავშეკავება ეს თავშეკავება აღვიქვი უარად და მეორე რაღაც დამცდენია სიტყვა ისე რომ ეგ არაფერ შუაში არ არის მთავართან ეს დაკავშირებული იყო 4 ნომერთან, ჩემთვის გაუგებრობა იყო, მართალი გითხრათ, რომ გინდა 4 ნომერი და არ გინდა ის, ვინც ამ 4 ნომრის ასე ვთქვათ, საპარლამენტო შემოქმედია, მაგრამ არა. და დამთავრდა ამით ეგ საკითხი. ახლა მე რატომ დაუკავშირეს ერთმანეთს, რა მოხდა, როგორ მოხდა, რა შავი პიარი აგორდა პირდაპირ ვიტყვი ამას და რატომ და რისი იმედი შეიძლება გქონოდათ და რატომ წამოიწყეს ეს ყველაფერი და ჩავთვალოთ რომ ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. სხვათა შორის ახლა დავფიქრდი და ახლების სიაში არც ნიკა მაჭუდაძე იყო ხო რომელიც კავშირში იყო 4 ნომერთან. რა თქმა უნდა, როდი სამართალ მემკვიდრესავით იყო ბატა ბურჯულაძის ამ პარტიის. ხო, კიდე ერთი თემას მინდა შევეხვალ, რა საშუალება მაქვს ხელფასთან დაკავშირებით, ხო, ჩვენ მოვისმინეთ გვარამიას, გაბუნიას გარო, თქვენ თითქოს ითხოვდით ხელფას მთავარში. გაგებული გექნება თავის ხო, ითხოვდით მართლა ხელფას? არა, პირდაპირ გეტყვით რომ არა. და მოგახსენებთ რა იყო საფუძველი და ეს მერე რაში გადაიზარდა. ბატონი გოგი ქურდაძე, რომელიც დიდი ხანი მუშაობდა ომეგაში,
და ახლა არის მეორე დირექტორი მთავარში და როდესაც მთავარს რაღაცა გარკვეული პრობლემები ჰქონდა ისეთი რომ აი რა გავაკეთოთ როგორ გავაკეთოთ სხვადასხვა გადაცემების დროს გოგის ძალიან ისე გულუბრყვილოდ მე ვიტყვი გულუბრყვილოდ უთქვამს რომ აი ნატო შეიძლება რომ კონდეს გადაცემა მას ახსოვდა ჩემი გადაცემა იბერიაში ღია სტუდია რომელიც მას ძალიან მოსწონდა და ჩათვალა მან რომ აი გადაცემა რომ კონდეს მთავარში რა კარგი იქნებოდა ეს სხვა საკითხია რომ დეპუტატს არ შეიძლება თუნდაც არაპოლიტიკური გადაცემაც კი კონდეს ტელევიზიაში მან ეს არ იცოდა და ამიტომ ეს ამნაირად ითქვა მაგრამ როგორც კი გაარკვია თვითონ გოგიმაც რომ ეს არ შეიძლება ამ ერთი სიტყვით დაიწყო და დამთავრდა ეს ამბავი. ახლა მე ყუდები გამოება რომ მე რაღაცას ვითხოვდი ისევე როგორც 4 ნომერში ვითხოვდი, არ ვითხოვდი, თქვი და თავშეკავების მერე მეც თავი შევიკავე და რაც შეეხება თავარში რაიმე გადაცემას, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ვიტყვი სისულელე იყო და ჩემთვის რომ ეკითხათ, მანამ და თვითონ ასე არაფრის გამო გამოეტანათ ეს ამბავი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვიტყოდი რომ ეს სისულელეა და ამას ელაპარაკე არ შეიძლება. თქვენი პასუხს მიუხედავად ქალბატონ ნატო ამ თემაზე ორ კითხვას გადაგისმენთ პოლიტიკას დაუბრუნდეთ. იგივე სოციალურ ქსელში შეიქმნა ასეთი პროპაგანდა. შეიძლება ეს არ იყო ძალიან ისეთი დიდი პროპაგანდა, მაგრამ იყო რომ აი თითქოს თუ კი მთავარ შეექმნა პრობლემები, ან დაიხურება ან ასე შემდეგ, ეს იქნება ოლიგარქის ცისკვილზე წყლის დასხმა. აი პირდაპირ გითხავთ, არ ვიცი მე ვერ წარმომიდგენია, რაც არ არის დასამალი ხო იბერიაში მე მაგ ნანახი ოლიგარქისგან და ის ბრძოლები რაც უწოდა იბერიას და მეორე დახურვას წინ რომ თქვენმა ოჯახმა ოლიგარქის ცისკვილზე დაასხას წყალი, მაგრამ მაინც გითხავთ, აი ამის პატარა შანსი მაინც არსებობს გულისხმობთ რომ ითხრათ. რა მოხდება მთავარში ვერ მოგახსენებთ, მე ვარ შორიდან მაცქერალი პირი, თუმცა რაღაცეები ვიცი. რაც შეეხება ოლიგარქისა და ზაზა ოქუაშვილის დამოკიდებულებას, ახლა პროცესები მიმდინარეობს ლონდონში ოლიგარქის წინააღმდეგ. სწორედ და როგორც დამთავრდება ის პროცესები, არანაირად მის ცისკვილზე ეს წყალს არ დაასხავს. რაც შეეხება საქართველოში მთავართან დაკავშირებით, ვერ გეტყვით მის ცისკვილზე დაასხავს წყალს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რამდენი არასწორი მართვა ხდება, ძალიან რბილად ვიტყვი, ის რაც ჩანს უკვე პრესაში, როგორი არასწორი მართვაც ხდება ამ ტელევიზიის და ამ არასწორ მართვას როგორ თვალს უხუჭავს ოლიგარქი, აქედან გამომდინარე მე მიჭირს ჩავთვალო, რომ ეს გამიზნულია ოპოზიციურ არხად, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ეს არის ოპოზიციური არხი და კრიტიკული არხია. მე საუბარი არ მაქვს თანამშრომლებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ სწორედ ისე, როგორც უნდა გააკეთონ, მაგრამ როდესაც თავში მყოფი სხვა მიზნებისათვის იყენებს ოპოზიციურ არხს და ეს აშკარად ჩანს, რომ სხვა მიზნებისთვის იყენებენ ალბათ იმდენი არასწორი მოქმედებას უხუჭავენ თვალს. აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით, ვინ დახურავს, ვის დაბრალდება ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის რაც დაბრალდება მაშინდელი ცილისწამებისა არ იყოს 2004 წლისა ეს ყველაფერი მერე გაირკვევა, არ მეჩქარება. გარკვევით გაირკვევა. ან რატო უნდა დაიხუროს, ან რატო უნდა იმუშაოს, ან რანაირად უნდა იმუშაოს, თუ კი ასე გაგრძელდება მუშაობა, ეს მუშაობა არ არის საზოგადოების სასიკეთო მუშაობა არ არის. საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს გულისხმობთ, ხო საზოგადოებაში? კი, მე გულისხმობ ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს, რომელიც ენდობა იმას, რასაც უსმენს, რასაც ვუსმენთ, ის კი არის სანდო, მაგრამ რისთვისაც ხდება,
იქ არის საერთო ერთი სიტყვით ეს არის ოპოზიციური ორთქლის გამოშვება და არა ოპოზიცია. ანუ მე შეიძლება ვერ მივიღო ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ თქვენ ახლა კითხვის ნიშნით თუ გონივრული ეჭვით ამბობთ, რომ შესაძლოა ადამიანები, ვინც არიან ამ ტელევიზიის თავში, შესაძლოა თანამშრომლობდნენ ოლიგარქთან ფარულად? ამის თქმა გინდათ? მაგ ტელევიზიის თავში, ანუ მენეჯმენტი რა თქმა უნდა, ვინც მართავს ტელევიზიას, არის ოფიციალურად გიორგი გაბუნია და არაოფიციალურად ნიკა გვარამია. თუმცა გვარამი ამბობს, რომ მე არ ვერევი. ახლა რო ამბობს ეგრე ივანიშვილიც ამბობს, რომ არ ერეოდა და გვარამი ამბობს, რომ ეს ჩემი შვილია და როგორც შვილს ისე უნდა მოუარო. ცუდად უვლის ტელევიზიას, შვილებს ალბათ კარგად უვლის და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ტელევიზიას ცუდად უვლის, რადგან არ შეიძლება საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა გადააქციო პირად საქმიანობას.